შეკითხვა მინისტრ სუბარს და პასუხი თავმჯდომარე უსუფაშვილს. ჯობდა თუ არა რომ უფრო ადრე გამხდარიყო ცნობილი რა პერიოდით ინახებოდა სათვალთვალო კამერებით გადაღებული ჩანაწერი. დავით უსუფაშვილმა რიტორიკული კითხვა ტელეეთერის მეშვეობით დასვა და სასჯელ ახსნილების მინისტრის პასუხი ასევე მედიით მიიღო. საჯარო მსჯელობისა და შეფასების ფონზე ვანო მერაბიშვილის ბრალდება მისვე მხარდამჭერების პროტესტის მიზეზი გახდა. მორიგი აქცია სუბარის უწყებასთან დღესაც გაიმართა აქციის მონაწილეები და მერაბიშვილის მეუღლე მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვდნენ. მათყوارა მინისტრად მოხსენიებული სოზარ სუბარი და ფირის საქმე ნახეთ გიორგი ფუტკარძის სიუჟეტში. ხომ არ ჯობდა ბატონო სოზარ, რომ ის ფაქტი, რომ ჩანაწერები 24 საათის შემდეგ იყო უკვე წაშლილი, იმიტომ რომ სისტემა ასეთია, საზოგადოებისთვის გვეთქვა შემდეგი 24 საათის განმავლობაში, ან იმ მომენტში, როდესაც თავად მინისტრისთვის გახდა ეს ცნობილი. რიტორიკული კითხვა პარლამენტის თავმჯდომარემ სასჯელ ახსრულების მინისტრს პალიტრატივის ეთერით დაუსვა. უსუფაშვილი განმარტავს, რომ პიარის თვალსაზრისით პასუხის გაცემა უფრო სწორი იმ დროს იქნებოდა, როდესაც ფაქტი გახმაურდა. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე სასჯელ ახსრულების სისტემაში არსებული სათვალთვალო სისტემების საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ამ მხრივ პრობლემები არსებობს. სისტემა არის ცუდ მდგომარეობაში და ჩემთვის ეს ფაქტი ცნობილია არა ამ კონკრეტული მოვლენის შემდეგ, არამედ გაცილებით ადრე, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი იყო შემოტანილი პარლამენტში და კონკრეტულად სასჯელ ახსნილების სამინისტროს და ფინანსების საკითხებს ვიხილავდით, იქ რამოდენიმე მილიონი ლარი იყო მოთხოვნილი იმისთვის, რომ ეს სისტემა მოწესრიგებულიყო და ერთიან სისტემაში ჩართულიყო. პარლამენტის თავმჯდომარეს მინისტრმა პასუხი ასევე ტელეეთერის მეშვეობით გასცა და განმარტა, რომ თავად გადაწყვიტა მას შემდეგ გაეცა კითხვებზე პასუხი, რაც საკითხის ირგვლივ სამსახურეობრივი შემოწმება დასრულდებოდა. ეს ერთი ნაწყვეტი წინასწარ გამოქვეყნებულიყო, შეიძლება სწორი ყოფილიყო პიარულად და ნაკლები ხმაური ყოფილიყო. უბრალოდ ჩავთვალე, რომ ბარემ სრულად უნდა შეგვესწავლა საქმე. რაც შეეხება გამოძიებას, პროკურატურამ ძალიან მკაფიოდ გააკეთა განმარტება, როცა არ არსებობს დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად გამოძიებას ვერ დაიწყებენ. სასჯელ ახსრულების მინისტრის პასუხი, რომ ციხიდან ყოფილი პრემიერის გატაცება არ მომხდარა და ვანო მერაბიშვილი ცრუობს, არადამაჯერებელია ექს-პრემიერის მხარდამჭერებისათვის. დღეს სასჯელ ახსრულების მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მერაბიშვილის მეუღლემ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამინისტროს წინ აქცია გამართეს. რადგან ვარს ამბობენ ამის გამოძიებაზე და სოზარ სუბარი სასჯელ ახსრულებისა და პრობაციის მინისტრი ფარავს ამ დანაშაულს, უპრიანი იქნება მისი გადადგომა. თუ კი ჩანაწერები 24 საათში იშლება, მაშინ რატო იწერენ საერთოდ? მაშინ გაუშვან პირდაპირში და პირდაპირში უყურონ. აქედან გამომდინარე, სუბარი არის მატყუარა. ეს აქციები იქნება პარლამენტული და ჩვენ მოვითხოვთ სოზარ სუბარმა პასუხი ააგოს ამ დანაშაულის დაფარვისათვის. ივანე მერაბიშვილმა უკვე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მუქარასა და შუაღამით ციხიდან გაყვანაზე 17 დეკემბერს განაცხადა. სამსახურეობრივი შემოწმების შედეგი სასჯელ ახსრულების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და ფაქტს არ ადასტურებს. შემოწმების შედეგიდან გამომდინარე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მინისტრ სუბარის გადადგომას და სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს. მერაბიშვილის მხარდამჭერები კი აქციების გაგრძელებას გეგმავენ.